აი ესე უნდა იყოს. აი ნახეთ, აი ეს არის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ცხლად შებოლილი თევზი. აბა ჩემო ჯიგრებო, დღეს ვითევზავე აგლაძის 32-ში და ოკეანის ქაშაყები დავიჭირე. ოკეანის ქაშაყები და ეხლა მოდი ეს ჯერ დავამარილოთ და მერე მაგრად შევბოლოთ გრილზე რა. ეხლა სპეციალურად აღარ დავიწყე ამის ისა რა ქვია ჩვენება თქვენთვის როგორ უნდა გამოვწელოთ რაღაცა ჩვეულებრივად რა. მარტივად პირველი ერთადერთი რაც უნდა გითხრათ, არც ერთ შემთხვევაში თევზი არ გაალღოთ თბილ წყალში. საერთოდ შეეცადეთ თუ საყინულში გიდებთ, გადმოიღოთ და გაალღოთ იმაში რა ქვია ქვემოთ მაცივარში, ან ისე ჩვეულებრივად და მეორე, რომ გარეცხავთ, არც ერთ შემთხვევაში იქაც გარეცხვა არ შეიძლება თბილ წყალში და რაღაცაში. პირიქით უნდა გაირეცხოს ცივ რაც შეიძლება კანკაში როგორც მოდის, ისე წყალში. აი აქ არის 6 სავსე სუფრის კოვზი მარილი. 1 სუფრის კოვზი შავი აი ყავისფერ შაქარს ეძახიან. თეთრი შეგიძლიათ, მაგრამ ეს უფრო სასარგებლოა. სავსე სუფრის კოვზი კურკუმა. და ამას ეხლა ჩვენ დავამატოთ აი ესე ბევრი არა. თუ გაქვთ რა თქმა უნდა, თუ არა გაქვთ არ არის პრობლემა, შაფრანი. ესე იგი ეხლა ესეთი შავი ციცაკა, ურთულები. ნავათ ეს ამდენი არ გჭირდება, ამის ნახევარი და ცოტა დავამტვრიოთ, დავლეწოთ და ესე შეულებრივად რაღაცას ისე არ არო. იმიტომ რომ მარტო ურთულები რო ჩავყაროთ, იმას არ იზამს რა ქვია, ვერ გაუშვებს იმ არომატებს. ცოტათი ესე, ხუნდავთ იმას ვქნათ რაღაც სასწაულს არ უნდა. და ჩავყაროთ ესე, ლამაზად გემრიელად და ეხლა ეს უბრალოდ უნდა ესე ამოურიოთ რა. ეხლა მოვამზადოთ აგერ გვერდზე გვაქვს ჩვენ სინა და ავდგეთ და ყველა ესე იგი ეს თევზი სათითაოდ უნდა განახებთ აი მაგალითად ერთ ცალზე როგორ უნდა დავამარილოთ რა აი ესე ვიღებთ აბა ერთი ვაჩვენოთ კარგად თუ შეიძლება ეგ ამბავი და ნახეთ აი სუნთლიანად მუცელში ტანზე ესე ვაყრით მარილს და გადაგვაქვს შემდგომ აი ესე ლამაზად სინას და ასე ვაკეთებთ აბსოლუტურად სულ ყველა. აი ახლა აი ეს ბოლო დარჩა და სანამ მარილს დავაყრე, მინდა უცებ დამავიწყდა და რომ გითხრათ რა, თევზის ყიდვის დროს რო იყიდით, თევზი უნდა იყოს, აი ნახეთ, აი ახლოდან გაჩვენეთ, ყრივი უნდა იყოს, აი თევზს თიც დააჭერთ, აი არ უნდა ჩაიძიოს და იმისავით გუბკასავით არ უნდა გახდეს და აქაც ნახეთ, აი ეს ნეკანები თევზის, აი არ უნდა ამოდიოდეს ზემოთ, აი ხშირად არის მაგალითად თევზი რო გავღვება, აი უკვე რაღაცა ბილია, ნეკნები აგან გამოდის, ძვლიდან ეცლება, ასეთი თევზი არც ერთ შემთხვევაში არ დაამარილოთ, იმიტომ რომ საშიშია. თევზი ის უკვე გაფუჭებულია და მე იმას აბრალებენ ხოლმე, აი მე დამარილო და შეიბოლა და აი მოიწამლა კაცი. მოიწამლა შებოლისგან და დამარილებისგან კი არა. მოიწამლა იმის გამო, რომ თევზი თავშივე ცუდი იყო რა. არაფერი და ეს ვაგრძელებთ და ესეც ესე რა. აი ახლა მარილში უკვე იმას ვქენით. მარილშია თევზი და ავიღოთ რა დაახლოებით 6-7 ფოთოლი რა თუ გინდა ცოტა მეტი ნაკლები დაფნა რა. და აი ესე თითო ზოგი მუცელში ჩაუდოთ. ზოგი აი ესე გვერდზე დაუდოთ. შეიძლება ესე. ნუ მუცელში ჯობია თითო დაფნა, თითო მუცელში ჩაუდოთ და მოდანაც შეგვიძლია ესე ცოტა მოვაყაროთ რა. აი ახლა კიდე რაც დაგვრჩა ეს ჩვენ მარილი, აი ეს რაც დაგვრჩა, ამას ვაყრით ესე ჩვეულებრივად კიდე ზემოდან რომ რაც შეიძლება მარილში ჩავფაროთ ესე იგი ეს თევზი ჩვენ. ეხლა ამას გადავაკრავთ ამ ერთჯერად ცელოფანს ჩვენ და შევინახოთ მაცივარში, ოღონდ რა თქმა უნდა საყრდენში არა, 24 საათის მანძილზე. შემოვაკრათ ესეთი ცელოფანი და წავიღეთ მაცივარში. აი, ესეც წავედით ეხლა მაცივარში წავიღეთ 24 საათის შემდგომ შეუბეროთ. აბა ჩემო ჯიგრებო, გავიდა ეხლა ერთი დღე და აი თევზმაც ხეთ როგორ დამარილდა.
ესეთი წვენი გაუშვა ამ თევზმა და ეხლა რა უნდა ვქნათ ჩვენ? უბრალოდ წყალი უნდა გადავალოთ ამ თევზს რა, იმიტომ რომ ამან მისაღები მიიღო ყველაფერი და თან ეხლა ეს ცხელი შებოლოა, მაშინაც გითხარით, ამას არ ჭირდება 24 საათზე მეტი, ცივ შებოლოს მეტი ხანი უნდა, 2 დღე მინიმუმ უნდა იყოს, რო გითხარით, მაშინ რა ქვია მარილში და ეხლა ავდგეთ ამას და უბრალოდ ეს ზედმეტი მარილი უნდა მოვაშოროთ რა, ხა ეს ზედმეტი მარილი უნდა მოშორდეს. აი, ნახეთ, აი ამ თევზს ახლა შეხედეთ, არ უნდა რაღაცა სასწაული ისა რეცხვა. უბრალოდ ნახეთ, ესე უნდა ესე ჩვეულებრივად უნდა ესე ჩამოურეცხოთ, აი. უბრალოდ უნდა ჩამოურეცხოთ შიგნიდან, გარედან და მორჩა დამთავრდა. აი ახლა და ეს მე ახლა უნდა გადავიტანოთ უკვე ჩვენ გასაშრობად. აი ახლა უკვე ეს თევზი ჩვენ ესე უნდა დავალაგოთ აქ რომ გაშრეს უბრალოდ. დღეს წინვალე ამინდი გვაქვს ჯიგრებო, წინვალე ამინდი, აი მარტის, მართლა მაგარი ამინდია. ნიავიც უბერავს და აი ესე ლამაზად ყოხტად სადღაც 2 საათი დაგჭირდება ჩვენ რომ თევზი გაგვიშრეს ახლა და 2 საათის შემდეგ ამას მერე ჩვენ ახლა უკვე იმას ვიზამთ რა ქვია შევკრავთ თოკით დავატუსაღებთ კიდე შევბოჭავთ უფრო სწორად და მერე უკვე გრილში შევბოლავთ 40 წუთი ცხელი შებოლვის თემაში. აი გაშრა უკვე გავიდა 2 საათი ჯიგრებო თევზი. გამოვიღოთ ახლა ნელ-ნელა და ავდგეთ და შევკრათ ეს თევზები. და რისთვის გჭირდება შეკვრა, მაგასაც გეტყვით ახლა მე. ხშირად არის რა, სწორედ შეკითხოს რა თუნდა ბაწარი. ბაწარი იმისთვის არის საჭირო, თევზი როდესაც იბოლება 100-დან 120 გრადუსამდე, რომ ფორმა არ შეიცვალოს, არ დაიბრიცოს, არ დასკდეს. ესაა ჩვენი გრილის, რომელიც შეიძლება საკვებზე ვეხმაროთ. ძალიან მარტივად გაჩვენებთ ახლა ჩვენ. განახებთ როგორ უნდა გავაკეთოთ ისე რომ უცებ შევბოლოთ მეთქი. შევკრათ ეს თევზი. აი ესე კუდთან გადავწევთ მაკროტელს, ნახეთ. კუდთან პირველი ესეთი შეკრა უნდა გავაკეთოთ კუდთან აუცილებლად. ძალიან არ აი ბოლომდე არ გადაკვანძოთ. ბოლომდე უფრო სწორად არ იმასქნათ, ძალიან არ მოუჭიროთ. აი ეს პირველი ეს იწყება ასე და მე უკვე ნახეთ, აი ეს თითით ვაჩერებთ. ვატრიალებთ ამას. გამოვუყრით ესე. აკეთეთ და ერთი ეს რა ქვია ესეთი წყარი. მე კიდე მოვყვებით ესე თითით. კიდე ესე შემოვახვევთ. კიდე ესე ლამაზად ვახტათ. აი ესე, ახლა გამოვიდა მეორე წყარი. კიდევ ანალოგიურად ახლა ერთი. აი ესე გამოვიდა მესამე წყარი უკვე შემოკარგებოა ესე. ეგერ მეოთხეც შეგვიძლია ესე გავაკეთოთ მეოთხე წყარიც. ეს შევეცადოთ აგერ აქვე უკვე ესე ლამაზად. რა ბუზები მარტია და ცოტა ბუზებმა შეგვაწუხეს, თუმცა თევზი ისე შრება, რომ ბუზი მას საერთოდ ვერ დააჯდება. გრილში ხო საერთოდ კიდე არაფერი არ გამოვა ბუზს. და ეს პატარა რო გითხარით, აი ეს ძალიან არ გადაუჭიროთ მეთქი, აი ბოლოში უკვე ამას ჩვენ შევკრავთ ამ თევზს ეს. ლამაზად. და გამოგვივა ესეთი, ნახეთ. ესეთი შეკრული თევზი. აი ესე უნდა შევკრათ თევზს. აი ახლა დავიწყოთ უნდა შებოლოა, მაგრამ აი ესე გვაქვს ნახეთ, ცეცხლი აი აქ არის, რომ პირდაპირ ცეცხლი არ უნდა მოხდეს თევზს. და აი აქ უკვე აი აქ დავალაგებთ ახლა ჩვენს თევზებს, აი ამ ადგილას. აი ხედავთ ახლა ამას. ახლა 40 წუთი დაახლოებით 100-დან 120 გრადუსამდე მაქსიმუმ შევბოლავთ. აი ჩემო ჯიგრებო, გავიდა სადღაც 25 წუთი და ფერი შეიცვალა ნახეთ უკვე თევზმა. სადღაც გვინდა ისე მაქსიმუმ ახლა 20 წუთი. და 20 წუთში თევზიც იქნება მზად უკვე რა. აი ჩემო ჯიგრებო, აი ესე უნდა იყოს. აი ნახეთ, აი ეს არის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.
ცხლად შებოლილი თევზი ყოველგვარი ამ ქიმიკატების და კონსერვანტების გარეშე რა. აი, რასაც ბოლი ქვია, ისა რომ გადაასხავენ. რა უნდა გადმოვიღოთ რა. ლამაზად კოხტად ცოტა შევაგრილოთ. ხო. ასე ხა ცოტა შეგრილება უნდა და უკვე მიდი მე აბიგლუკოზასთან ერთად. ეს წალი იყოს იქ. ვეღარ დავტევთ. აი ჩემო ჯიგრებო, ეს არის ნატურალურად, ცხლად შებოლილი. აბა, ჯიგრებო, ერთი კაი მოხარშული კარტოფილიც და ნიკორაში არაფერი არ უარგად, ყოველ შემთხვევაში მე არ მომწონს, ერთადერთი რაც მომწონს მართლა და კარგი აქვს, ეს არის გერმანული ლუდები აქვს და მომწონს ნამდვილად და ფასდაკლებაში როცა ვყიდულობ, ძმაო, აგე ბენედიქტერი ძალიან მაგარი ლუდია. დავასხათ. თავში დაბრეცილად მეთქი. დაპირებულად და ზემოდან მე ეს. ანტრე ბატონო, თევზი, ანტრე ბატონო, ლუდი.